ნახე ვერ გავიგებ იმ ეხა ფეხბურთელები ძოცნების კლიპში იყავით. დღეს გული როგორ არ გისკდებათ პროსტა რა იმ 4 კაცს. მე რაღაცა წვლილი რომ მქონდეს რომელიმე მთავრობის მოყვანაში. PR კამპანია ჩამეტარებინოს მე დავინახო ეს რაღაცა რა ხდება გული დამარტყა მას მართლა. იმიტომ რომ ჩემი წვლილიც არის მაგაში. და ხო ჯობდა რომ ვაფშე გარიდებოდა ყველა ამ პროცესებში არავინ არ ჩა ყველაზე მთავარი იყო რომ სანამ ეგ მოხდებოდა რამდენიმე ტვირით ადრე იძახდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები რომ ფეხბურთელებს პოლიტიკაში მურევთო. მე კლიპში ათამაშს 4 კაცი. რატო გარიეთ ეს ხალხი და რატო გაერიეთ თქვენც? ანუ რაღაც დონეზე პასუხისმგებელი ხო გახდით ეხა ამ პროცესებზე. ეხა რომ გამოხვიდეთ და ითქვათ რომ ეს რა საშინელება მოხდა, მაგასაც ვეღარ იტყვი. იმიტომ რომ ეს ნახე ვილაპარაკება ამაზე, მაგას გეტყვიან. მაგიტო ჯობდა რომ აი ამ პროცესებში არ გარეულიყვნენ სპორტსმენები საერთოდ. და კი ბატონო დააფიქსირებინა თავისი აზრი რომ ძალადობა რომ დაგმოდა ეხა მაგას არაფერი დიდი მათემატიკა არ ჭირდება რომ ძალადობა ცუდია და ევროპისკენ უნდა წავიდეს საქართველო. ამის გამო ვიკლავდით თავს რომ შეუვარდით ამ სპორტსმენებს. აბა აზრი დააფიქსირეთო ყველა. და კიდე არა მარტო სპორტსმენებს, ცნობილ ადამიანებს, რომ დამწყრივდებით ხოლმე, ესე რომ გიშვებიან და ჩანწყრივდებით და ლოტოს ნომრებით რო იძახით 47, 65, 69 და რაღაცებს. და მე 2 წლის მერე რომ გამოდიხარ და ეს ვინ ავირჩიეთ თუ რაღაცა თქვენივე იმაზე რა ქვია, არჩეულ ტიპზე რომ ჩვენ გვეუბნებით რომ ეს რა საშინელება აირჩიეთ. რატო უდგებით თავდებში, რატო უდგებით პოლიტიკურ პარტიას, რატო უდგებით თავდებში? საკუთარ თავზე აგებ ხო ადამიანი პასუხს პირველ რიგში. და შენ გამოდიხარ და მეუბნები ეს აგვახშენებს და 2 წლის მერე გამოდიხარ და აჭობ და მე გამოგიყვან ისე ჩაგაცვევენ საკუბოვეთ გაგამზადებენ და მე ახალ კანდიდატზე უნდა თქვა რაღაცა. რატო პარტიულები რატო ხართ? ანუ მე არ გეუბნებით ადამიანებს ვისაც რაღაცა პროტესტი გაქვთ, რაღაც აკრიტიკებთ, პარტიული რო ხდები, მაგაზე მაქვს რა პრობლემა. რაღაცა პარტიის მხარდამჭერ და დრო ეწერები, რომელსაც გამწარებული ყავს ბევრი.